მე მგონი ისევ შემოგიერთდით, თუ არ ვცდები, წეღან კი არ გაწყვიტეს აკუ დაუჯდა ჩემს ტელეფონს და პრინციპში მოვჭით უკვე, მივედით თავამდე, მოიცეთ წუთით. ესე იგი მივედით 32 თავამდე მივედით მეგობრებო. ესე იგი აქ ვიყავით სად იცი? დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე. ადგა ლაბანი დილა ადრიანად გადაკოცდა თავისი ვაჟები და ასულები და დალოცა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის მხარეში. მოკლედ მივედით თავი 32-ზე და აქ გავჩერდეთ ახლა მეგობრებო, შევჩერდეთ. უკვე პირველის ნახევარი გამხდარა. მოკლედ რეზუმეს გავაკეთებ, ესე იგი ჩვენ ვხედავთ, ესე იგი, რომ აქ არის, აქ გაუგებარი არაფერი არ არის, აქ ყველაფერი გარკვევით წერია და ჩვეულებრივ ადამიანს, აი მე-6 კლასის დონეზე შეუძლია გაიგოს აქ რა წერია. უბრალოდ იმიტომ გეუბნებოდნენ, რომ ბიბლია არ იკითხოთო, რომ ამას თქვენ ვერ გაიგებთო, იმიტომ რომ აი ესეთი სიბინძურეები წერია, ჯერ პირველ რიგში ამდენი სიბინძურე მე ერთად მოთავსებული, ამდენ პატარა მონაკოჩი არც ერთ წიგნში არ მინახავს რა. და ეს წიგნი არის როგორც საღვთო წიგნად აღიარებული, ხო? დღეს ჩვენს ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბიბლია გვიდევს ყველას და ბიბლია არის საღვთო წიგნი. ჩემი აზრით, ყველა მეუფე, ყველა მღვდელი, ყველა სასულიერო პირი და განსაკუთრებით პატრიარქი, ვინც ამ წიგნის საღვთო წიგნობას ეთანხმება, ამ წერილებს ეთანხმება და ის ნაბოძვარი ხალხი წმინდა მამებად რო არიან შერაცხული ნიკეას კრების დროს რომ ამას ტოვებენ და ენოქის წიგნს აგდებენ, ენოქის წიგნში არც ერთი არ შემხვედრია ესეთი სიბილწე. არც ერთი ესეთი მსგავსი სიბილწე არ შემხვედრია. რაც მე ახლა ამ ბიბლიაში წავიკითხე. ამ წერილებს რომ ამ ბიბლიაში ტოვებენ და იმ წერილს ამოაგდებენ და ნაგავში ჩააგდებენ, ის ნაბოძვარი მამები მანახა ერთი რა. ის დედამოტყნული მამები მანახა ერთი ვინები იყვნენ რა. და მე მითხრა, რომ ისინი წმინდა მამები არიანო. თავს ცხვირზე ავაფარებ ამ ყველაფერს რა. იმ მამაებს რა უთხარი, რომელთაც ეს წაიკითხეს და კიდე წმინდა წიგნად აღიარეს, არ გააპროტესტეს ეს მართლმადიდებლურ წიაღში და იმ მღვდლებს რა უთხარი მე, ვინც ეს წაიკითხა და ის როგორც წმინდა წერილად ისე დატოვა რა. არ გათიშე სოფ, ეს გაითიშა, იმიტომ რომ ჩემს მობილურს ბატარია დაუჯდა და ეხლა შევაერთე და იმიტომ რაკეთ და მოკლედ ერთი სიტყვით ეს იყო ჩემი უცნაური კი არა, ჩემი მოკლე შეჯამება ამ საკითხის, ახლა რაც წავიკითხე რა. მე ესეთი უაზორო წიგნი არ მინახავს არსად რა. ჩვენ ხელმძღვანელობთ ახალი აღთქმით, ხოლო ებრაელები ძველი აღთქმითო. ბიჭო, ახალი აღთქმით თუ ხელმძღვანელობთ, ბიბლია არ უნდა გვედოს სახში. ეს წიგნი ძველი აღთქმა საერთოდ უნდა იკრძალებოდეს მართლმადიდებლების ოჯახში, რო იცოდეთ რა. ამ წიგნის სახში, როგორც ბიბლიათ წოდებული ესი აქვთ დღეს მღვდლებს, არ შეიძლება და თან მით უმეტეს რომ გვისაღებენ იმ ღმერთს, იახვე ღმერთს, ქრისტეს მამად ეხლა და იახვე არისო ჩვენი ღმერთის სახელიო ილია რო ამბობდა რა. და მით უმეტეს როცა ელაპარაკები მათ, ესე გეუბნებიან, ქრისტეს არ უარყვია ძველი აღთქმა. არა, ბებია შენისა, ქრისტე იმას ეთანხმება, რომ ვიტყუოთ, ვიმრუშოთ და შვილი მამასთან დაწვეს და ასე შემდეგ. აბა რა, არ უარყვია კი? არა, ზოგიერთი რაღაცა უარყო და ზოგიერთი რაღაცა არ უარყო ქრისტემ, ხო?
ბიჭო, ვინა ხართ ესეთი გამოკლიავებულები მართლა ამ სასულიერო პირები ეკლესიაში შეყრილი გამაგებინე ვინ მოგძებნათ ასეთი გამოშტერებულები გამაგებინე წერა არის იცით კითხვა არის იცით რა ხდება აზროვნება არ შეგიძლიათ გამანებეთ თავი რა ცუდად მართლა კაპლი მჭირდება მე მგონი რა ესეთ რაღაცას რომ წაიკითხავდა ამაზე რო გეტყვის მღვდელი დღევანდელი მღვდელი რომ არაო ქრისტეს არ უარყვიაო ძველი ახმაო არ ვიცი რა უნდა მოიმოქმედო რა უნდა მოიმოქმედოს ჩემნაირმა ადამიანმა ერთ-ერთი წაიკითხოს და აგერ ხაზი გაუსვას რა სიბინძურია იქ გაკოცეთ მეგობრებო ხამეში და გისურვებთ ტკბილ ძილს სიზმარში იქნება ღმერთი გამოგეცხადოთ და გითხრათ რა უნდა გავაკეთოთ აწირო ეს რაღაცა ჭირი მოვაშოროთ ამ ქვეყანას რა ეს საშინელება რა იყო ეს რას ვკითხულობ არ ვიცი აბა თქვენ იცით თუ ვინმეს რამე ღმერთი გამოგეცხადა და გითხრათ რაღაცა ბიჭო ადრე ყოველ წუთში ეცხადებოდა და ეხლა რა ხდება ღმერთი მოკვდა მართლა ჩემი შვილი ეძაღდა დღეს ღმერთი მოკვდაო ღმერთი მოკვდა არ არის ცოცხალიო იოანე 6 წლის ბავშვი უნდა იყოს იმიტომ რომ ადვილად გავარჩიოთ რა უნდა გავარჩიოთ ადვილად ამას ვინც წაიკითხავს ხე შეძახილმა გაახმო რასაც ხშირად კითხულობდა რითიც ხშირად ხარ დაკავებული იმას აკეთებ შენც თუ შეგონია ამას წაიკითხავ და მე გაარჩევ იქიდან გაფილტრავ იმას რომ აი ეს არ უნდა გავაკეთო და ის უნდა გავაკეთო არა მამუკა ეს არ უნდა იყოს ეს არ უნდა იკითხებოდეს ეს წიგნი რაც უფრო ბევრი დაიწერება მით უფრო ბევრი სიმრუშე და სიმყრალე იქნება სიტყვას აქვს ძალა მე გელაპარაკები სიტყვის ძალის მეშვეობით რაც უფრო ბევრი დაიწერება ესეთი სიმყრალე მით უფრო სიმყრალე იქნება ამ დედამიწაზე რაც უფრო დაიწვება ესეთი სიმყრალე მით უფრო ნაკლები იქნება ამ დედამიწაზე ასეთი სიმყრალე რასაც ახლა მე აქ ვკითხულობ რა გული გამისკდა ბიჭო ვის ეთაყვანება ეს ღმერთი ვის აკურთხებს მშიშარა მოდგმას თავისი პირით იძახიან თან შემეშინდაო იმიტომ მოვიპარე შემეშინდა იმიტომ ვიტყუე შემეშინდა ჩვენ ხელმძღვანელობთ ახალი აღთქვით ხოლო ებრაელები ძველი ისემ თქვენ რა გითხარით ეგრე რო იყოს ენლილი აბა მაშინ რატო გვიდევს ეს წიგნი სახში მითხარით ეს წიგნი რატომ არის ახალ აღთქმასთან ერთად რატომ დევს რატომ არის აი ეს კრებული ერთად ახალი აღთქმა და ძველი აღთქმა გამაგებინეთ და რატომ გეუბნებიან ჩვენ მღვდლები დღეს რომ ქრისტემ არ უარყო ის ძველიო რატომ გეუბნებიან გამაგებინეთ და რატომ გეუბნებიან რომ ქრისტეს მამა იახვე არისო რატომ გეუბნებიან ამას არ ხელმძღვანელობთ არც ახალი აღთქმით არ ხელმძღვანელობთ და არც ძველი აღთქმით ჩვენ ვართ ქაოსში სიტყვას რომ აქვს ძალა მაგიტომაც აკითხებენ ბიბლიას რომ შეშალონ ხალხი აბრაამს ეთაყვანებიან ჯერ კიდევ და დავითის ძის მოდგმა იგი მივალთ იმ დავითმა რები გააკეთა თავის ძმაკაცი რომ მოაკვლევინა იმის ცოლის გამო რომ იმის ცოლი დაევასა სახნავად ხო აბა მივალთ მაგასთანაც და იმ დავითზე გვალოცინებენ და ოსანა დავითის მოდვისაო კარგით რა ხალხო რა სხვათა შორის საკმაოდ კარგად ვერკვევი ბიბლიაში ძალიან კარგი თუ ვერკვევი მე აქამდე რატო თქვი ესეთი მყრალი წიგნი თუ იყო ეს შეიძლება თქვი და არ ვიცით სხვა რამ დაგიწერე თამარ რაც გააჟღერე ეგ სხვამ დაგიწერა მოიცა ენლილი შენი სახელით მოვიდა ის სხვათა შორის საინტერესოა უარყო ქრისტემ და მაგიტომ აწამესო რა თქმა უნდა თამო აბა რა არის გასაკვირი როდესაც ქრისტეს სისხლს და ხორცს ჭამენ კანიბალიზმში ყოფნი ვერ აზროვნებენო ენლილი წერს
ხო, საინტერესოა ინგლისი, რატომ მომწერა შენი სახელით ის კომენტარი? Facebook-მა აშკარად შენი სახელზე ეწერა ის კომენტარი. და ეხლა ვეღარ პოულობ, მართალი ხარ. სხვათა შორის თქვენ იძახდით ორი იახვე არისო. სად ვიძახდი მამუკა აბა? შეიძლება ვიძახდი და შეიძლება 2 კი არა 10 არის. და შეიძლება 30-იც არის, რა იცი. აქ ყველგან ღმერთი ეცხადება და ეუბნება მე ის ღმერთი ვარ შენ იქ რო აშენეო. მე ის ღმერთი ვარ მამა შენისაო და ბიჭო რამდენჯერ უნდა გამოეცხადოს ეს ღმერთი ვეღარ დაიმახსოვრ რა? რომელი ღმერთია? თუ მარტო ხმა ესმის. მაშინ უნდა ეწეროს რომ გაიგო ღმერთის ხმა. გამოეცხადა ღმერთი და უთხრაო, გამოეცხადა ღმერთი და ის ღმერთი ვარ შენ რომ აბრაამისა და იმისო, ის ღმერთი ვარ შენ იქ რო გესიზმრაო. ესე იგი სხვადასხვა ღმერთები არიან და იახვე ამ მატრიცის შემქმნელიაო. ამ მატრიცის შემქმნელი იახვე ვერ იქნება, იმიტომ რომ იახვე იცი ისი შემქმნელია? მიწის და ცის. ამ მატრიცის შემქმნელი იახვეს არ აქვს მაგის უნარი. ასობგერები სულიწმინდამ დაწერა და ქრისტემ კიდე რიცხვები და ციფრები და იახვემ გააკეთა მარტო ტალახით ითამაშა რაღაცა სული ჩააბერინა სულიწმინდას. მეტი არაფერი არ შეუძლია იახვეს და მე ვარ მაგარიო და აგერ ხორცების შემომწირეთ მაჭამეთო და მასვითო სიცხლის შემომწირეთო დამიკალითო ეგ იცის მარტო იხმა. მე უარყოფდიო. სხვა რამ დაგიწერეთ ამარაზე ხო? სხვათა შორის ხო თქვენ უარყოფდით იახვე ამ მატრიცაში შემქმნელია შენ და ლევანი. მე და ლევანი ვამბობთ ორი იახვე არისო? არ არის გამორიცხული რომ 10-იც იყოს მეთქი რა. გეუბნები რომ იმდენი იახვია უკვე რომ არ არის გამორიცხული. იახვეს აქვს 10 სახელი. ელ იახვე, იხვხ, ეჰებაიჰე, იალდაბაოთი, იმას რა ქვია კაცო? ჟურმუხტის ფილები რო აქვს დაწერილი. ჟურმუხტის ფილები რო აქვს დაწერილი, ეგეც გამახსენდება მაგის სახელი. მაგის აღნიშნულია ერთი 10 კი არა 20 სახელი აქვს. 2 კი არა 100 იახვია. იესო ქრისტეს მამა სხვა არის კეთილი კი? იესო ქრისტეს მამა სულ სხვა არავის არ უნახიაო. თოთი ხო? თოთ ატლანტი. კიდევ სხვა ქვია მაგას, რაღაცა ქვია კიდე. სამი ურევია იმ სახელში. თოთ ატლანტი, მაგრამ კიდევ რაღაცა ქვია. ხო, სოფო მიყვარს ძმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება, ეგ ხო სიმღერა არის ეგეთი. ტრისმეგოსტი, ანუ სამებაზე უფრო მაღლაო რა. ტრისმეგისტოსი, ანუ ეგ ტრისმეგისტოს ქვია სამზე უფრო მეტი ვარო. გაიგე? მე ვარ ვინცა ვარო, იხვხ, მე ვარ და აგერ მემსახურებ. წავედით ახლა მეგობრებო, იხვსაც ვემშვიდობები. მაგას ვანახებ მე, რომ იხვხ არ არის მარტო. იქ კუდა ვირის ველებია. გამოუჩენ მე მაგას საკუდა ვირველს. საკუვირველს გამოუჩენ მე მაგ იხვს. საკურთხეველიო. გაიგე? კუსთან არის კავშირში ეს საკურთხეველი.
და გამოთაყვანებული კიდე თაყვანის მცემელთან. კიდე რა იყო რა სიტყვები აღმოვაჩინე ერთმანეთთან კავშირში. ეს მონაძღვენები ხო, მონაზღვენები არიან და შემწვარი და ჩახოხბილი სიზმარშიც ყიმელანდება. ეგ კარგი იციან ქართველებმა, კარგად ამხილეს თავიანთ ნამუშევრებში, მაგრამ ცოტა მოუძველდათ. ხედავთ მეძინება, წავედი გაკოცეთ. აბა თქვენცით ხვალ როცა მოვიცლი, შემოვალთ გავაგზელოთ კიდე და ჩავამთავროთ ეს საშინელება რა, ჩავამთავროთ. როდის მოვჩებით ალბათ რამდენიმე კვირაში ან თვეში. კარგი აბა, ისე კი ვხალისობ ხოლმე. ბევრსაც ვიცინი. გაკოცეთ.